გამარჯობა, მეგობრებო. აბა როგორ ხართ? ჩვენი ბავშვები ეზოში სეირნობენ და სანამ სეირნობენ, ხოთაშორის ქარი ჩადგა მეგონია რა? სანამ სეირნობენ, უნდა გავაკეთოთ გემრიელი სირნიკები. აბა მე გადაგიღებთ, თეონა აკეთებს და მოდით, აბა ვნახოთ. ესეთი ხაჭო გვაქვს ერთი, რა ქვია? სვანური და ორი სოფლის ნობადი. მე ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ძალიან კარგები არ გამომდის, ასე ვთქვათ, მაინც. იმიტომ რომ ხშირადაც არ ვაკეთებ, ერთი-ორჯერ გამიკეთებია სულ. და თეონა ამბობს, რომ მე კარგები გამომდისო. და აბა მოდი ვნახოთ, გამოსდის თუ არა. ესეც უნდა გამოვიდეს. ეს ასე ვთქვათ, სამი შეკვრა ხაჭო. Дева. უნდა იყოს ის დიდ პროცენტიანი. ო, დიდ პროცენტიანი უნდა იყოს. ანუ. ეს კიდე გაყინულია ნახე. ეს კიდე. თილი და ეს მასივრის გარეშე და მაინც ჯერ გაყინულია. თეორია დაქცევს რაღაცას. ესე. კარგად. კვერცხი ხალბატონო. Уйдите, достаточно хорошо. არჩანან ჩვენი ბავშვები? მილენა და სალომე შორს არიან და ეს პატარები ახლოს არიან და იქნება სადმე ჩანან. მეტი გავხედო მე. კამილა მოდი ხართ? კაიდე. არ შეგცივდეს რა? ვინ მოგიპარა? აბა, ვინ ვიღაცებმა? და ვინ ვიღაცებმა? დაინახეთ? კაი ხო? ორი სუფრის კოლზი შაქარი 9 კილოზე. არა, შეიძლება ცოტა რაღაცას უფრო ტკბილი უყვარს. არა, მე უფრო ტკბილი მიყვარს, მაგრამ შემიძლია გუშონი ვჭამო. Подожди, აბა იქ ეს კვერცხი ცოტა ტკბილი უკ. და თუ უფრო ტკბილი გიყვართ, უფრო მეტი შაქარი უყავით. თუ გინდათ საერთოდ არ უქნათ. ეხლა მე კარგად შევურევ. ორგულიანი კვერცხები გვაქვს და ანაწილებს თეონა. მეორე გულს. არ მინდა ბევრი მოიცრო. სხვა ბავშვს რაღაცას ელაპარაკებოდა. აი, მეგობრებო, როგორ ამოვიდა ჩვენი ჯეჯილი 2 დღეში.
ვანილის ესენცია გვაქვს. მეც მაქვს ათეონასაც. რამდენიმე წუთი უნდა სულ თორე ზამძაფრია. ნაი შეხედეთ, იმედია ჩანს კარგად. ნახეთ როგორ ამოვიდა. ისუნია კონდეს. აი ესე ამოვიდა უკვე 2 დღეში. საიდუმლო იმაშია, რომ უნდა იყოს ძალიან სველი. ახლა ხელს ვადებ ამ ბამბას და წყალი გამოდის. აი ესეთი უნდა იყოს, აი. აი ესეთი უნდა იყოს, ხო ხედავთ? ყოველ დღე უნდა ასხა წყალი. ერთი კოზი ფქვილი. 2 2 არც. ზოგი აკეთებს მანანის ბურღულით, ზოგი მაგის გარეშეც, მაგრამ ეგეც უხდება ძალიან. მილენას როგორ უყვარს, ახლა როგორ გაუხარდება. ამოვიდა ეს? თეონას მასტერ კლასი. უბრალოდ. მე ფორმას რით უკეთებ? ფორმას რით უკეთებ ჭიქით? აბა? და მოხსენა ვარ უნდა. ესე აძლევს მრგვალ ფორმას და შემდეგ ხელთაფაზე ქვილი პლიტას. ხელთაფაზე ათავსებს. დღეს ვაკეთებდი თამელიცახდა. დღეს სირნიკებს? მართლა? როგორ გვემთხოვა ხოლმე ხშირად? რამდენჯერ შემეკითხა რა გაქო რა უპასუხელებიო, თქო მეც დღეს მქონდა თუ გუში საღამოს უჭამეთო რაღაცა იგივე. თემო გაყვირის თუ იჩვენება? აი შეიძლება. თავის თემო კარგი. თითქოს კამილოს უბრალოდ. აი რა გამაზებია მეგობრებო. მიდი ერთის გავაკეთე და გავიხედო აბა ბავშვთან. გაგვიშვი აქვე მარტო სტადიონზეო. და აბრაზებენ ბავშვები აქ. აბრაზებენ, ეტყობა ბავშვები, ახლა წაიღეს ბრასლეტები გასაყიდად. ბისერით გააკეთეს თვითონ ბრასლეტები გუშინ და უნდა წავიღოთ გასაყიდად, არ უშვებდი და მაინც გაგიშვებთ თვითი კაი ხო, თან ქარია თქო, ვინ უნდა იყოს გარეთ. ან ვინ უნდა იყიდოს, ან ვინ უნდა დადის საერთოდ მეთქი ამ ქარში და წეღან დამიძახა. უბრალოდ გავხედე და მოგვიპარესო ვიღაცეებმა. დაუწიო. მამამდე გამოიყურება. სად არიან ახლა ჩვენი ბავშვები? არ ჩანან, მაგრამ მგონი ბავშვებიც არ აბრაზებენ, არავინ არ ჩანს. წეგანა იქ დადიოდნენ, ეხლა არ არიან და ეთყობა იქითკენ არიან სადღაც ალბათ. ვიცი. დღეს კამილა თუ მილენა უკეთებდა რეკლამას სალოს. აბა გასინჯეო ზუსტად ალადიკების მაგვარიაო და კამილასაც უყვარს ალადიკები, მაგრამ სერნიკები არ უყვარს.
გავასინჯებ, მაგრამ დახვეთ აბა მოვიდეს იქნება გასინჯოს. ჭუკჭუკებს. ეხლა ეს რასთან? ყავასთან თუ ჩაისთან? ვარც ერთთან. ორივესთან კარგი იქნება. ხო, სავარაუდოდ. ხო, სავარაუდოდ ორივესთან კარგი იქნება. ისინა ჟარენელი. მოინდა ისინა ძალიან შებრაწული არც უნდა იყოს. ჩუ. ცოტა უფრო მეტად ჯობია. აი, ამასაკლიათ შეგოს. ნუ კაი იყოს. ეს კარგია. კარგია. ერთად გავსინჯოთ, რა თქმა უნდა. გავზად და მეგობრებ. გაკეთდა. აი, რა სიტყვით. როგორ გამოიყურება? მე მგონი ძალიან ლამაზად. სურნელი აქვს. აი. სურნელის გადმოცემა რო შეიძლებადეს. მე ავიღე ყველაზე შებრაწულს. აი, ვაიმე, какие они нежные. აი ამას. ახლა მე გასიჯავდა გეტყვილობები ძალიან. თან უნდა გაგასინჯოთ, კი არა, უნდა გაცნობოთ, რომელი უფრო მომეწონა, რომელი იმით, რა ქვია, სმეტანით, ზგუშონით თუ ვაშლის ჯემით. აი, სამ ნაწილად გავყოფ. Какие нежные. სამ ნაწილად. Вкус детства, конечно. Какого детства? Деда შენი გიკეთებდა. ბავშვი. ჩვენ დროს რატომღაც მოდაში არ იყო. აი, ასე ვთქვათ, უფრო სკოლებში და ქართველებში, ხო, საქართველოში დაბადებულებს, ჩვენთან რუსეთში. ანუ საქართველოში დაბადებულებმა არ ვიცოდით ხო რა იყო სირნიკი, ახლა უფრო რუსეთიდან წამოვიდა, ხა სიმართლე უნდა ვთქვათ. და ჩვენ რადგან რუსეთში ვცხოვრობდით და ვიზრდებოდით, ასე ვთქვათ, ბაღში გვიკეთებდნენ ხოლმე ხშირად. ასე რომ მაქედან ვისწავლეთ ამის გემო. ჯერ გავსინჯოთ არაჟნით. დავადოთ. დეგუსტაციას ვაკეთებთ. აქ მაქავა. ხოთაშორის ყავასთან ერთად ძალიან ხშირად მინდება ხოლმე წყალი. ამიტომ ხშირად მაქვს, მაგრამ ეხლა არ მოვიტანე. შევისთვის ხო ამბობ არა? სინჯავთ. სპიტანა საერთოდ ცოტა სიტყვი დააკვირდება და აკი არა მე? ძალიან კაია. так, მოდი ეს იყოს 10-დან 9. მე და ჩემი ბავშვები ესე აკეთებთ ხოლმე რაღაცის შეფასებას. 10-დან რამდენი? შენ კარგი, ამას ნეს კარგია იმისთან. აბა ხას გუშონით. ზემოდან დავასხავ, რომ არ დავკარგოთ არც ერთი წვეთი. ასე ვთქვათ. და გავსინჯოთ. გუშონითაც ძალიან გემრიელია. ოდია. ჩვენი ბავშვები მოდიან სადღაც უკვე ხმაურობენ სადარბაზოშიც კი. და მესამე, აუს გუშონით მომეწონა ძალიან. მესამე ვაშლის ჯემი მაქვს აქ. გავსინჯოთ. კამერა რაღაცას ჩხუბობს. კამერას უთი მოგასი ჩხუბება ხოლმე რაღაცებზე. გუშონით ალბათ 10-დან 10. დება ვაშლის ჯემის გავსინჯოთ. ვაშლის ჯემით როგორ უხდება? ესეც
ეს შავწიდანაცი, ძალიან გემრიელია. მოვდივარ. ვინ არის? ვინ არის? ვინ არის? შენ გონი არ ვიცი რო თქვენ ხართ? აბა რა ამბები მოიტანეთ, ჰა? არა ვიდან იყო გარს არა ვისო ბიჭები მე ხო გითხარი რო არის ეს იდე ყოლაბა იყიდე არა გიული მაჩუკა მართლა რა მე მაგარია და სალამე შეგხვდა გზაში და გიული კი არა გიული ბებო რა მაგარია და ვინ მოგპარათ რაღაცეები და ამას მე ჯოხი გაუქანეს თემ უკან გაუქანა ჯოხი მე არაფერი არ ანუ ნახეთ ვინც მოიპარა და ვინახეთ და სად იყავით ახლოს რატო არ იჯექით აუს ვიჯექი ძამ ლიბრესთან ჩვენ ვიყავით სად ბუბლიკებთან და რატომ დახვედით ასე თეონას დაურეკეთ მოიტანე რაღაცეები მოიტანე კიტრიც დაურეკეთ და გაგუშვა მე კიტრიც მოიტანე კაი გოგო ხარ კარგი აბა ყოჩაღები ხართ 2 ლარი დაიმსახურეთ იშოვეთ ხო 2 ლარი მე ხო გითხარით რომ არავინ არ იქნება მეთქი ბუტკოშჭები იყო ისე ისე ბიჭი იყო მაგრამ მე გენის ფეხბურთის სათამაშოდ წავიდნენ სავარაუდოდ მილე ტელეფონი ჭალა შემოვიარეთ ოხოთი დუბნა სავაგიარ ჩიფსები ვჭამეთ სავაგიარ ჩვენ ჩიფსები ვჭამეთ სად თეონა მოგცა 10 ლარი თქვა რა იყიდეთ კარტოფილი და ის კიტრი მე რო ვიყიდეთ დაგჭა კიდე 2 ლარი რაღაცა და თეონას აურეკეთ და უთხარით შეიძლება იმ ფულით რამე ვიყიდეთო და კაიო თუ და ჩაუყიდეთ თორას მიკეთები კაი მიდი ხელები დაიბანე და ისა თეონამ სირნიკები გაკეთადე და აი მეგობრებო დღის ასეთი გემრიელი დასასრული გვექნება ველოდებით ახლა ლევანის სამსახურიდან და აი ესეთი გემრიელი საღამო გველოდება ფეხბურთი იქნება და ერთად უნდა უგულშემატკივროთ საქართველოს გუნდს აი ესეთი ამბები მეგობრებო აი ესეთი გემრიელი სუფრა გვაქვს გემრიელად უნდა გავატაროთ საღამო თქვენ კი გვიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი ბევრი ლაიქები და კომენტარები ჩვენთან ერთად დარჩით და აბა თქვენ იცით წარმატებებს გისურვებთ ყველას